მას გადალახული აქვს პრობლემები, მოგვარებული აქვს, ქრისტესთან დალაგებული აქვს სიტუაცია, საკუთარ თავში მოწესრიგებულია და ახლა ეძებს საკბილოს. აბა ვინ გაფაჩუნდება სადმე, რომ მას მიეცეს ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან მას ღმერთმა ეს მისია დააკისრა, დიადი მისია, გაიმარჯვოს უსჯულოებაზე. მეთოდი არ არის საინტერესო. თავარია შედეგი. და ესეთი ადამიანი აქ დგას, კი არ ლოცულობს, ბუთბუტებს, თვითონაც არ ესმის, რას კითხულობს. წირვაზე დგას, ისმენს ლოცვებს, აი გულთან რომ უნდა მოხვდეს ადამიანი, თუ გაყინული არ ხარ. მაგრამ არაფერი არ ესმის მას. აქაც დგას და აკონტროლებს სიტუაციას. შეიძლება აქ არ ეგულება მაინც და მაინც ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი ვინმე, მაგრამ ვიღაც ხომ მაინც არ არის თლად წესრიგში და მან ხომ უნდა დააფიქსიროს ეს. ამაში ვითარდება, კი, ნამდვილად ვითარდება ასეთი ტიპის მორწმუნე. ფარისევლობის, რასაც აქვს სხვადასხვა ეტაპები, რა თქმა უნდა. მისი უმაღლესი აპოგეა რა არის? ძალადობა და სიძულვი.